და ისევ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ თაღლითობა, რომელმაც პენსიონერები დააზარალა. თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მცხოვრები პენსიონერები პენსიას დაახლოებით 9 წლის განმავლობაში სავარაუდოდ ვეღარ აიღებენ. ყოველთვიური დანამატის და სურსათის მიცემის დაპირებით საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მოქმედმა პირებმა ხანდაზმული მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. მოტყუებით ხელმოწერილი საბუთები და მითვისებული პენსიები. ვარდიგორაში მომხდარი ფაქტით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ. Pensia romanța. Im molare იყო, თუ ვინც იყო, იმან ჩამითვალა ხელში და მე აღარ მოგცვა ფული. ვარვარა გოგბერაშვილთან ერთად თაღლითებმა სოფელ ვარდიგორაში მცხოვრები არაერთი ხანდაზმული მოატყუეს. უცნობი პირები პენსიონერებს ორგანიზაცია წითელი ჯვრის სახელით გაეცნენ. დაპირდნენ, რომ ყოველთვიურად პენსიაზე 250 ლარიან დანამატს, 5 ლიტრ ზეთს, 5 კილოგრამ შაქარსა და 1 ტომარა პურის ფქვილს მისცემდნენ. ხანდაზმულები ამბობენ, რომ სანაცვლოდ ხელი საბუთებს მოაწერეს, რომლის შინაარსაც არ გაცნობიან. თელმა სოფელმა მოაწერა ხელი და მე ბოლოს მივედი. 1100 ლარი აქვს წაღებული ზოგი მეუბნება 18 თვეზეა გადანაწილებული ორძალი არ მიმხელსო მე კაპლით მაბრუნებდნენ. მოგაწერიებენ ხელს იქაო შაქარზეო, კპილზეო, ზეთსეო, ვერმიშელი იქნება თუ ბრინჯიო. ესენიო და ამათ მე დაგირიგებხეო და პენსიასო თქვენ პენსიაზე მიიღებთო. ხანდაზმულები საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით გაცნობილმა სამმა პირმა პენსიის ასაღებად საკუთარი ტრანსპორტით ტყიბულისა და ზესტაფონის ლიბერთი ბანკის ფილიალებში წაიყვანა. პენსიონერები ბანკში თავად არ შესულან. მათი თქმით, საბუთებზე ხელმოწერის შემდეგ ბანკიდან 1 თვის პენსია გამოუტანეს და სოფელში დააბრუნეს. თაღლითობის ფაქტის შესახებ კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ მამაკაც პენსიის წინასწარ აღება დასჭირდა და ბანკში მისულს 8 თვის თანხა გატანილი დახვდა. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა პენსიონერებიც. 90 წლის ბებერს ახლა მაგდენი მხედველობა არ მაქვს რომ იწამეკითხა. ხელს ვაწერდი ხოლმე. მომატება შოქპირდა ვითამდა. მომატებად კი არა. სუგაღული და წეიღო ჩვენი ის ამოგვაცალა პისში ლუკმა. თვითონ ბაბას მოგწევენ დაგვიბრუნებენ, კაი იქნება. თუ არა რა დავწოდები და ისე ვარდიგორაში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია წითელ ჯვარში, რომლის სახელით თაღლითურმა ჯგუფმა პენსიონერების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გარდაბნის რაიონშიც. და ასევე ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ეს ჯგუფი დაკავებული იქნა გარდაბნის პოლიციის მიერ. მე წამს და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიცია გამოიძიებს ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება მოყვება. საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფინანსური განათლების კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს და სოფელ ვარდიგორაში მომხდარი ფაქტიც სწორედ ამის შედეგია. ადამიანებმა უნდა გაითავისონ, როდესაც საქმე ეხება ფინანსურ ოპერაციას, მათ უშუალოდ უნდა მიიღონ ამ ოპერაციაში მონაწილეობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდონ სხვა ადამიანებს, თუნდაც ბანკომატიდან თანხის განაღდებაზე, მით უმეტეს პენსიის თანხის გამოტანაზე ან სესხის აღებისას. მათ აუცილებლად უნდა მოითხოვონ ხელშეკრულება, კარგად გაეცნონ და მხოლოდ შემდეგ მოაწერონ ხელი. თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.